ერთი წუთი ვიღაცამ არმანზე კითხვა დასვა და შენი პასუხი აინტერესებთ. კითხულობენ რა აზრის ხარ არმანის ბოლოდროინდელ გამოსვლებზე. ხედავ თუ არა მას ერთ-ერთ თულ გამოწვევად. ეს კითხვა ჩემმა მეგობარმა და თულ გამოწვევად შანსი არა. რთული გამოწვევები უკვე მქონდა. შენი აზრით ისლამი არ იქნება? ბოდიში უპასუხე ჯერ. არ მინდა მის კონკრეტულ მეტოქეზე ვისაუბრო, რადგან UFC-ში მარტივი ბრძოლა არ არსებობს. ყველა ძლიერი მეტოქეა. სწორედ ამიტომ არის ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი დიდი მსოფლიოში. თუმცა ის ისლამთან დამარცხდა, გამროდთან დამარცხდა. კარიერის დასაწყისში დანოკაუტდა. და არც იმის უნარი აქვს, რომ ბრძოლა ფინიში დაასრულოს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ფინიში დასრულება, როცა მისი მეტოქე დაღლილია, მიწაზე გადაყავს და ground and pound-ს იგებს. სულ ესაა. თუ ისეთ ვინმეს დაუპირისპირდება, რომელიც ნაღდად მოემზადება, აქვს კარდიო და მიწაზე ყოფნის არეშინია, მაშინ დაიტანჯება. ანუ ფიქრობ, რომ არც ისლამთან და არც არმანთან გადაწყვეტილება არ დაგჭირდება 100%-ით დააფინიშებ. ორივეს დავაფინიშებ. უყურე, არმანი მარტივია. რადგან პანიკაში ჩავარდება. ჩემთან პანიკა დაეწყება. რა უნდა გააკეთოს? მითხარი რას იზავს? ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობ. როცა ვარჯიშობ, ვიცი რა შეგრძნება ტკივილის განცდა. ვიცი რა შეგრძნება, როცა დაღლილი ხარ. ვიცი რა შეგრძნება, როცა მეტის გაკეთება არ შეგიძლია, თუმცა მაინც აგრძელებ. ჩემს თავს ისე კარგად ვიცნობ, რომ ვიცი, არც დადგება ასეთი სიტუაცია, სადაც დანებება მომიწევს. ასე რომ, როცა ოქტაგონზე ავდივარ, ჩემმა მეტოქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ წინ სხეულთა გამანადგურებელი დგას, რომელსაც დანებების არაფერი გაიგება. არასდროს დავნებდები. ჩემი მოკლა მოგიწევს. და იცი რა, ჩემი სიცოცხლე მიყვარს და სიკვდილისთვის ჯერ მზად არ ვარ. ტრიანი ჩატი მხოლოდ აურას წერს. კლიპებს გააკეთებენ შენი მონოლოგიდან არ ხუმრობ.